მინდა გაგაცნოთ BMG-ს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ჩვენი ბიზნესმედიის გიორგობისთვია და მე დაგპირდით რომ სიახლეებს არ მოგაკლებთ და აგერ მორიგი ამბის ჯერი დადგა. დიახ, მორიგი ამბავია არც მეტი და ნაკლები გიორგობისთვის მორიგი სიახლე BMG-ს ზრდაზე და სიახლეებზე. ამჯერად BMG უკვე სრულფასოვან წარმომადგენლობას ხსნის ჩვენი სააგენტოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქნებით წარმოდგენილი და ჩვენი ოფისი იქნება განთავსებული ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, რომელსაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ბოძი და საყრდენი თამუნა ქემერტელიძე გაუძღვება, რომელმაც აღნიშნული შესახებ უკვე მგონი ამცნო საზოგადოებას, იმიტომ რომ აფეთქებულია ჩემი Facebook-ი კონკრეტულად, ხო და აგერ ისიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, თლათ ნიუ-იორკიდან და გვეტყვის მეც ამჯერად რისი გაფუჭება გადავწყვიტეთ ყველამ ერთად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რა ამბები დაიგეგმა თლათ ნიუ-იორკიდან საღამო მშვიდობისა თამუნა შენთან დღე არის და მადლობა ჩართვისთვის და თუ შეიძლება შენვე მოუყევი იმაზე მეტი ვიდრე შესავალი გავაკეთე რატომ გადავწყვიტეთ რომ BMG-ს შეერთებულ შტატებში გაეხსნა ოფისი ხო, ალბათ იქ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იკითხავს იმაზე, რომ აი რატო მაგალითად ამერიკაში, რატო გინდათ რომ აი ამერიკის ბაზარზე გახვიდე. ესე იგი, აი რო გადახედო ეკონომიკურ აქტივობას, აი იმდენად მაღალია, ფულადი გზავნილები, ემიგრანტების გარკვეული რიცხვი, ბიზნესების რეგისტრაცია, აი არ ვიცი მართლა აიცი რაღაც აი მართლა უპასუხისმგებლო მედია უნდა იყოს, თავმოყარე მედია, აი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა. იმიტომ რომ ჩვენც გვინდა მათ შორის ბიზნეს მედიასაც უნდა რომ ის რაც ხდება ამერიკაში ის ბიზნესები რომელიც აქ ყოველდღიურად ჩნდებიან იქნება ეს არესტონო მიმართულება სამშენებლო მიმართულება გვინდა რომ ჩვენც ვყავდეს ასე თქვათ ჩვენ თვალთახედაში ჩვენც ობიექტივში იცი რა ჩვენ არ ვიქნებით მარტო ასე თქვათ წარმატებულ ადამიანებზე ორიენტირებული იმიტომ რომ წარმატებულ кейსებზე მეტად აქ ადამიანებს აინტერესებს როგორ დაარეგისტრიროს ბიზნესი. იგივე მაგალითად როგორ შემოვიდეს ამერიკულ ბაზარზე. მოკლედ ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ. აღნიშნოთ ისიც, რომ ბოლო წლებია განსაკუთრებით მე ალბათ ბოლო 3-5 წელიწადს ვიტყოდი, როცა შენი თამადობით ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაინაცვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაუკავშირა მას პროფესიული და პირადი ცხოვრებაც და რაც მთავარია ქართული თემი. და ქართული ემიგრაცია ამერიკაში უკვე თვისობრივად სხვა დონეზეა წარმოდგენილი. მთელი აი ამ ხნის განმავლობაში ის რამდენიმე თვეა უკვე რაც დაფუძნდი ნიუ-იორკში და აც უკვე BMG-ს ოფისაც გაუძღვები. რა საქმიან საზოგადოებასთან გვაქვს საქმე, ვინ დაგვთნენ ნიუ-იორკში და როგორ იზრდება ქართული ეკონომიკური აქტივობა ადგილზე. აი გერდი რომ გადახედა კვარტლიდან კვარტლამდე იზრდება ბიზნესების რეგისტრაცია აქ. მით უმეტეს მე რაღაცა ნაწილზე უკვე წტომა მაქვს. აი ვერც კი წარმოიდგენ ისეთი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა BMG-ს. ძალიან ცოტა მათ შორის მეც არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ მაყურებელმაც არ იცის, რომ ქართველების ერთ-ერთი ქართველის ნამუშევარი გავიდა მაგალითად სოტბის აუქციონზე. ასევე ქართველი იქნება ნიუ-იორკელთან ერთად, რომელიც მარიხუანას პირველ კოფი შოპს გააკეთებს ნიუ-იორკში. დამიჯერე ასეთ ადამიანებს ძალიან ბევრს გაიცნობს BMG-ს მაყურებელი, იმიტომ რომ ამაზე ვმუშაობთ ყოველდღე, ვმუშაობ შენთან ერთად და შენ იცი რომ ამაზე ძალიან დიდი ხანია მე და შენ ვმუშაობთ, რომ რაღაც აი აქ გაგვეკეთებინა მოკლედ და შეგვექმნა ეს წარმომადგენლობა. შესაბამისად, მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანები არიან ბიზნესებში, როგორც აღვნიშნე, არიან სამშენებლო ბიზნესში, არიან სადაზღვევო კომპანიებს, მაგრამ ამ ადამიანებს არავინ არ იცნობს. სწორედ ამ ფუნქციას, ამ როლს აიღებს BMG თავის თავზე და სწორედ ამ ადამიანებს გამოიყვანს ასპარეზზე, მაგრამ როგორც უკვე გითხარი, მარტო წარმატებულ кейსებზე არ ვიმუშავებთ დამიჯერე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად აქ აინტერესებთ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი, როგორ გააგრძელონ, ასე ვთქვათ, და როგორ შეინარჩუნონ აქ სწორედ საკუთარი, ასე ვთქვათ, ბიზნესი. სწორედ ამიტომ ვართ აქ. გუთხრათ, მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს და მათ ვისაც საქართველოსდან უნდათ საკუთარი წარმოება გადმოიტანონ, თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათაც გაუზიაროთ გამოცდილება, ვკითხოთ შესაბამისად კომპეტენტურ ადამიანებს, იმიტომ რომ აქ როდესაც ჩამოდიან ადამიანები არ იციან რა როგორ უნდა გააკეთოთ. მათ შორის საქმიანმა და წარმატებულმა ადამიანებმაც არ იციან. ერთია ოპერირებდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ მეორეა შემოდიოდა ისეთ მსხვილ
მეგა ბაზარზე, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინფორმაცია სჭირდება. მეც და მათ შორის, ასე ვთქვათ, ჩვენს გუნდს უკვე ამერიკაში ამ ინფორმაციებზე ყდომა გვაქვს. შესაბამისად, ყველას, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად უკვე ამ ინფორმაციაზე BMG-ის საშუალებით გიეცემა შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ამ ინფორმაციას და ჩვენთან ერთად ადევნოს ყველა აქტივობას თვალი, როგორც ქართველების, ასევე ვთქვათ, უცხოელების. და ასევე აქვე ის წმინდა აღნიშნო, რომ ისე არ გამომივიდეს, რომ BMG აქ მარტო მხოლოდ ქართველებზე იმუშავებს, მხოლოდ ქართველებთან ექნება ურთიერთობა. არა, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ამერიკელი ექსპერტების, ანალიტიკოსების მოსაზრება, მათი შეხედულებები. ისი ერთია ჩვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორეა თვითონ ამერიკელები როგორ უყურებენ ჩვენ, როგორ აფასებენ ჩვენ შესაძლებლობებს. ხოდა სწორედ აქ ამიტომ ვართ, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ამერიკის თვალით დაგანახოთ და დავინახოთ ყველამ ერთად. ეგ არის და აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ჩვენ არ ვქნით საემიგრაციო ბიუროს მსგავს საინფორმაციო წარმომადგენლობას, ეს იქნება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის პულსზე ხელისჭერა და იმ ინფორმაციების გაზიარება და მოწოდება, რასაც რეალურად შევძლებთ. ერთის თქმა რაც შემიძლია თამუნა ქემერტელიძესთან ერთად, რომელიც დღეიდან უკვე BMG-ის ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელია, გიორგობისთვის არ დამთავრებულა თამუნა, თუმცა ჯერ მერც მე, ვერც შენ და ვერც დანარჩენები ალბათ ვერც დავაანონსებთ იმას კიდევ რას გააკეთებს BMG თვის ბოლომდე. კი და აქვე ერთსაც ვიტყვი გიორგი, რომ არ მინდა მაყურებელმა ასევე ის იფიქროს, რომ რადგან ნიუ-იორკში ვარ, მხოლოდ ნიუ-იორკიდან გვექნება საშუალება, რომ ხო, მივწოდოთ მხოლოდ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს და არა მხოლოდ. ანუ BMG აპირებს ფიქრის ყველგან მთელი ამერიკის მასშტაბით დაფარვას. ჩავალთ ნებისმიერ შტატში, არ აქვს ამას მნიშვნელობა, სადაც ჩვენ და ჩვენი რედაქცია გადაწყვეტს, რომ იქ ჩასვლა არის აუცილებელი და იქ BMG-ის ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მაქსიმალურად სანდო და ხარისხიანი ინფორმაცია. ისე ამას როგორც არის BMG-ის შეჩეული და BMG-ის მაყურებელი როგორც არის შეჩეული. თამუნა ქემერტელიძე, ქალბატონებო და ბატონებო, BMG-ის ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელი, BMG ამერიკაში ბიუროს ხსნის. ეს იყო პირველი ჩართვა შეერთებული შტატებიდან ამ თემაზე, თუმცა უკვე ნახეთ თქვენ ამდენიმე თემა, რომელიც თამუნას და ჩვენი გუნდის მიერ იყო მომზადებული. მადლობა მას ჩართვისთვის.